სტიქიამ გორის მუნიციპალიტეტის 40 სოფელი მოსავლის გარეშე დატოვა. ძლიერმა სეტყვა მოსახლეობას სასოფლო სამეურნეო სავარგულები და ხეხილი დაუსიანა. რამდენიმე სოფელში დახოცილია შინაური ფრინველიც. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამარჯვით იმუქრება. ნახეთ თაკუ ადვაძის და ნიკა ხოლიჯაშვილის რეპორტაჟი. 4 ცალიაბია და 4-ვე დასეტყვილია. 4-ვე დასეტყვილი. აგერ ამ ხეზე ნახეთ, ერთი ცალი არ არის სახი. შოთა ჩილინდრიშვილს ძლიერმა სეტყვა მოსავალი თითქმის მთლიანად დაუზიანა, რის გამოც იგი შემოსავლის გარეშე დარჩა. ჩილინდრიშვილის თქმით, სეტყვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბაღში ყველაფერი გაუნადგურდა. მისივე თქმით, იმის გამო, რომ კარგი მოსავალი ჰქონოდა, ბანკიდან 7000 ლარი გამოიტანა. ახლა ვეღარც ბანკის ფულის გადახდა შეძლებს და ვეღარც ოჯახის რჩენას. სესხები გვაქვს გამოტანილი. აგროსესხები. ბანკებიდან მე პირადად კონსტატირდა, რომ გამოტანილი 7000 ლარი. რითი გადავიხადე? თუ სახელმწიფო არ დაგვეხმარება, ან თუ გადავადებას არ გაგვიკეთებენ, სამომავლოდ რო იქნებ რაღაც შემოსავალი გქონდეს. აგერ ნახეთ, გადაიგეთ, რა დღესია ჩემი მოსავალი. ჩილინდრიშვილის მსგავსად ძლიერმა სეტყვა მუნიციპალიტეტში 40 სოფელი დააზარალა. განადგურებულია ბოსტნეული, კულტურა და ხეხილი. მოსახლეობა ახლა არა მხოლოდ განადგურებულ მოსავალზე დარდობს, არამედ იმ ვალზეც, რაც ბანკიდან აქვთ გამოტანილი. მალი გარგალი, ალუჩა, ბალი, ყველაფერი გარგალი, რა ყველანაირი ხილი, მარწყვი, მალე ყველაფერი გააფუჭა და გაატიელა. რა რითი რა უნდა ვიარსებობთ არ ვიცი. ბანკიდან გვაქვს ვალები გამოტანილი. რითი გადავიხადოთ ეს ბანკის ვალები არ ვიცი. შარშან გამოვიტანე ესეთი ბარათი კარგად ვისარგებლე. ბოლოს წყალი რო არ იყო, ისიც სულ ამხელები გახდა საერთოდ არ გაიყიდა. წეს კიდე გამოვიტანე, წეს ეთქვამ წაიღო. 1000 ლარია. რითი გადავიხადე, რითი? თავი ხომ მოვიკელა. უფერული ზონა არის და არაფერი არ არის. რა ვქნა, დაგვეხმარონ რა რისი საშუალებაც ექნება. თუ არა ჩვენ არ გავჩერდებით. ულუკმაპუროთ ვარ დარჩენილები, დამწარებულები ვარ. რითი უნდა ვიარსებოთ? გორის რაიონის სოფლებში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრება. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპენსაციებს მათ გასულ წელსაც დაპირდნენ, თუმცა ამ დრომდე არ მიუღიათ. სიტყვა დარჩენილა. რა ვიცი, ახლა თუ მოხდება არ ვიცი. პირდებიან, კი ბატონო, მოხდება უფრო უკეთესი. არა დავშივრები ვართ, ყველაფერი განადგურებულია. დასეტყვილი სოფლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს მოინახულეს და მოსახლეობას ზარალის დამცვლელი კომისიის შექმნის პირობა მისცეს. მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად დღეს დაზარალებულ გლეხებს გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილიც შეხვდა. გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა სეტყვის შედეგები საკუთარი თვალით ნახეს. მოსახლეობასთან ერთად სახავთ მიზნებს, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, მათი ნდობით აღჭურვილი პირები ჩაერთვებიან ამ ჯგუფებში და მათთან ერთად მოხდება აღწერა მიყენებული ზიანის. მე მინდა განვაცხადო, რომ გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ და მთელმა საქართველომ გაიგოს, რომ ამ სოფელში არის მართლა სერიოზული პრობლემა და ეს პრობლემა არის გადასაწყვეტი და სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველაზე დიდი მონაწილეობა ამ გადაწყვეტის საკითხში. დღესვე მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დაზარალებული სოფლების მდგომარეობა განიხილეს და იმ გეგმებზე ისაუბრეს, რაც პირველ ეტაპზე განხორციელდება. ყველაზე დიდი ზიანი სეტყვის შედეგად მიიღო ზემოსობისმა დაახლოებით 80%-ზე არის ლაპარაკი. გუშინ გავიარეთ სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებთან ერთად და დადგინდა პროცენტი, რა პროცენტი ზარალი იყო მიყენებული. დანარჩენ სოფლებში დაახლოებით 40-50% ზარალი ესემერყეობს რა. თითქმის 80% პირველადი დათვალიერებით, ეხლა ჩვენი თვალით რაც ჩანს, განადგურებულია. აქედან წარმომადგენლებს გამოგზავნიან, რომლებიც უხელმძღვანელებენ, ადგილობრივები დაგვეხმარებიან და მაქსიმალურად ერთ კვირაში უნდა მოახერხოთ ზარალის დათვლა. ანაზღაურებაზე ეხლა მე რა იქნება ლაპარაკი. ზარალის დამცვლელი კომისია მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერას უახლოეს დღეებში დაიწყებს. სწორედ ზარალის დათვლის შემდეგ გაირკვევა, რა სახის დახმარებას გაუწევს ხელისუფლება ხალხს. დაზარალებული გლეხები დახმარების მოლოდინში რჩებიან.